მოგესალმებით თითოეულ თქვენთაგან. უღმესი მადლობა იმის, რომ გამოწერილად ჩემი არხი, იმის, რომ ალაიქებთ და კომენტარებთ. ვინც არ მიცემთ, გაგეცნობებით, მე ვარ კატო. შეგახსენებთ, რომ პირადი დიაგნოსტიკისთვის მომწეროთ პირად შეტყობინებაში მითითებულ ნომერზე, რომელსაც უთითებ ხოლმე ვიდეოების ქვემოთ. და შეგახსენებთ, რომ არის კვლავ ფასდაკლებები გაშლებთან დაკავშირებით, ისე რომ შეგიძლიათ მიიღოთ ფასდაკლებებით მომსახურება. რაც შეეხება დღევანდელ გაშლას, ძალიან ხშირად არის, როდესაც ადამიანს შეება ესწრებოდეს სიზმარი, ხო? არის შემთხვევა, როდესაც გამოიტან აზრს, რა გესიზმრება, რა მოხდა, რა მინიშნება არის, ხო? ყოველ შემთხვევაში გაძლევენ რაღაცა, ესე ვთქვათ, გზას, საშუალებას, გაანალიზებას, ხო, სიზმრებში. და მოდით ნახოთ, ხანდახან არის, როდესაც უბრალოდ სიზმრები დაგვესიზმრა, მაგრამ არ მივაქციეთ ყურადღება, რაღაცა ჩავთვალოთ, რომ სიზმარია და აქ არც არაფერს არ უნდა მივაქციეთ ყურადღება, ხო? მოდით ნახოთ, დავსტით, კითხვის ნიშანია, რატომ გვესიზმრება სიზმრები? და რა თქმა უნდა, მერე დასტავა, სხვათა ძალიან ლამაზ და ძალიან საინტერესო ორივე ორაკულია ამ შემთხვევაში და საკმაოდ საინტერესო და ბევრად დამოფიქრებელ პასუხებს გვცემენ, ესე რა ვთქვათ, ყოველ შემთხვევაში მე ძალიან მომწონს ხშირად ვიყენებ ხოლმე რაღაც კითხვასთან მიმართებაში და რო დავფიქრდები ძალიან სწორ პასუხებს ვიღებ ხოლმე და მოდით ვცადოთ სულების ხეების სულები რას მიგვანიშნებენ და რა თქმა უნდა ესეთი კითხვა რატომ გესიზმრებათ სიზმრები ნახოთ. მოდით ნახოთ ვარიანტებად. ნახოთ, პირველი ვარიანტი, რატო გესიზმრებათ სიზმრები, ანუ რისი თქმა სურს, მოდი ახლოს დავდებ შედარებით. მეორე ვარიანტი, რატო გესიზმრებათ სიზმრები. მესამე ვარიანტი, რატომ გესიზმრებათ სიზმრები, მე მგონი ასე გამოჩნდება და მეოთხე ვარიანტი. დღეს 4 ვარიანტი გქონდეს, რახან ესე მომუნდა სამყაროს, რა ვიცი, მე რა მომინდა. მოკლედ ესე. რა თქმა უნდა, აქედანაც ამოვიღოთ თითო არკანი და გავერკვიოთ ზუსტად რა მინიშნებები არის, რატომ, ხო? რატომ გვესიზმრება სიზმრები, ანუ რისი თქმა სურს. პირველი ვარიანტი, მეორე ვარიანტი, მესამე ვარიანტი და მეოთხე ვარიანტი. კიდევ უფრო მეტად, არჩევით პირველი, მეორე, მესამე, მეოთხე, ესე შეგიძლიათ რიცხობრივად აირჩიოთ, ან კიდე დავიხმაროთ ესეთი, მოდით იყოს ესეთი წითელი ქვა, პირველი ვარიანტი, მეორე იყოს, მოდით ესეთი თეთრი, მესამე იყოს, მოდით ესე ვქნათ, ესეთი გირჩი და მეოთხე ვარიანტი მოდით იყოს ეს გასაღები. აი არ ვიცი რატო, მაგრამ ესე დავდოთ და მოკლედ ნახოთ. პირველი, მეორე, მესამე, მეოთხე. აბსოლუტურად ასეთი სხვადასხვა ბოლო ორი განსაკუთრებით სხვადასხვა არის, მაგრამ ნახოთ. რატომ გესიზმრებათ სიზმრები? იმედი აირჩიეთ, თუ ვერ აირჩიეთ დააპაუზეთ, მე დავიწყებ პირველი ვარიანტი, ვინც აირჩია. თქვენ შემთხვევაში, რატომ გესიზმრებათ სიზმრები? იმიტომ გესიზმრებათ სიზმრები, რომ სამყაროს უნდა გითხრათ, რომ თქვენ უნდა იმოქმედოთ და უნდა იმოძრაოთ იმ რიტმში, იმ მიმდევრობით, რასაც ქვია სიმშვიდე.
ხო, ну თუ ქაოტურად ხართ რაღაცა სიტუაციებში, ანუ ბევრი პრობლემა გაქვთ, ბევრი საქმე გაქვთ, ბევრი რაღაცა ვალდებულება გაქვთ, ხო, ანუ სამყარო გეუბნებათ, იმიტომ გესიზმრებათ რაღაცები, რომ დაგამშვიდოთ, მოგცეთ რაღაცა მინიშნება, გზა, შეიძლება ითქვას, ხო, რაღაცნაირად სულიერი სიმშვიდე მიიღოთ. აჰა, მიმღებლობა. აუცილებლად უნდა მიიღოთ ის, რაც სამყარომ და თქვენმა ანუ სამყარომ მოგიმზადათ, ხო? ანუ ხშირად არის, რომ ადამიანი როდესაც იბადებაო, მისი ბედიც იბადებაო, ხო? ну რა თქმა უნდა, ყველასთვის ძალიან საუკეთესო იბადება, ესე ვიტყოდი, უბრალოდ მე ადამიანებმა ვიცით ხოლმე რაღაცების არასწორი ნაბიჯების გაკეთება და მაგიტომ იცვლება, მე ესე ვუყურებ ყოველ შემთხვევაში და აქ ზუსტად ნახეთ პირველ ვარიანტს გეუბნებათ თქვენ სამყარო იმას და სიზმრები, რომ იმიტომ გესიზმრებათ რაღაცა სიზმრები, რომ თქვენ ნელ-ნელა ისწავლოთ სიმშვიდის მოპოვება, ხო? მიიღოთ ის, რაც სამყარომ მოგემზადათ. არის კიდე ესეთი მომენტი, რომ როდესაც რაღაცა განსაცდელის წინაშე ვდგავართ, ну, ჩხუბობთ, კამათობთ, საყვედურობთ სამყაროს, რატომ, რისთვის, როგორ, ხო? უბრალოდ მიიღეთ ყველაფერი ის, რაც არის მადლიერებით ხვდებით. ხანდახან არის, რომ შეიძლება ჩვენ მგონია, რომ ძალიან ისეთი სირთულეში ჩავარდით, მაგრამ არ არსებობს სირთულე, არ გამოგვიგზავნის სამყარო ისეთ სირთულეს, რომლის დაძლევის საშუალებაც არ გვაქვს. რომელიც უბრალოდ ეს არის ჩვენთვის, შეიძლება იმ მომენტში ესე რაღაცა ვერ აღვიქვათ, მაგრამ ეს არის ჩვენი ზრდისთვის, ჩვენი განვითარებისთვის ხოლმე და შესაბამისად ეს სიზმრებიც მიანიშნებს იმას, რომ ისწავლეს სიმშვიდე და მიმღებლობა სიტუაციის. ეს არ ნიშნავს, რომ ვინმეს დავემორჩილოთ ან თავი დავხაროთ. კი, რა თქმა უნდა, ყველაფერზე უნდა ვიბრძოლოთ, მაგრამ რაღაცა მინიმალურსაც რომ გააკეთებთ, ნახეთ არის კიდე ესეთი მომენტი, რომ რაღაცას რომ მივახცევთ, არა, კიდე უფრო მეტისკენ ვცდილობთ. კი, უნდა ვიეცადოთ, რომ მეტს შევქმნათ, მაგრამ ის რაც შევქმნით, იმისთვისაც ვიყოთ მადლიერები. იმისთვისაც გადავუხადოთ საკუთარ თავს მადლობა, ხო, რაც გავაკეთეთ, ხო, დავასაჩუქროთ საკუთარი თავი, თავზე ხელი გადაუსვათ, ხო, ანუ სხვისგან კი არ დავალოდეთ, ჩვენ თვითონ გავანებივროთ, ხო, აი ამის მინიშნება უნდათ, რომ თქვენ გჭირდებათ სიმშვიდე და მიმღებლობა, ხო? ანუ თქვათ რაღაცა არ მოგწონთ თქვენს თავში და შეიძლება ამასთან მიმართებაში გაქვთ აგრესიის მომენტი, ხო? ну ამასთან მიმართებაშიც აუცილებლად უნდა მიიღოთ ისეთი, როგორიც ხართ. ნახეთ, ყველა ადამიანი არის კარგიც და ცუდიც. ყველა ადამიანს აქვს კარგი პერიოდი და ცუდი პერიოდიც, ხო? აი რაღაცა დაბალანსება უნდა ისწავლოთ და სიმშვიდით მიუდგეთ ამ ყველაფერს. ანუ ნერვიულობთ ყველაფერზე. პირველი ვარიანტი. მეორე ვარიანტი, ვინც არჩეს თეთრი ქვა, ნახოთ თქვენ რატომ გესიზმრებათ სიზმრები. თქვენ იმიტომ გესიზმრებათ სიზმრები, რომ სამყაროს უნდა რომ ყველაფერი დაგანახოთ ახლიდან, თავიდან და სხვანაირად, ხო? ანუ სხვადასხვა სიტუაციები, რომელიც შეიძლება ასე ვთქვათ, თითქოს ერთი სცენარით ვითარდება, მაგრამ არ არის ერთი სცენარი, ხო? მაგალითად, პირად ურთიერთობებში რაღაცა ერთი და იგივე სცენარი გვინ ვითარდება, ხო? არის ესეთი მომენტი, რომ რაღაცა ისე არ მიდის და ესეთი სიტუაცია წინა ურთიერთობაშიც გქონდა გიფიქრიათ, ხო? ან სამსახურში რაღაცა ესეთი მდგომარეობა, რომ ჩავდე ყველაფერი რესურსი არ დაფასება, თქვათ, იქაც გქონდა წინა სამსახურშიც, ხო? რაღაცა მომენტი, მაგრამ აქ სამყარო თქვენ სიზმრებს იმიტომ გეგზავნით, რომ დაგანახოთ ყველაფერი სხვანაირად. სხვა შეხედულებები შეგიქმნან არსებულ მდგომარეობაზე და სიტუაციაზე. სინქრონიზაცია გჭირდებათ საკუთარ თავთან. ჰარმონია საკუთარ თავთან პირველ რიგში. იმიტომ რომ თქვენ გააქვთ ძალიან დიდი, ასე ვთქვათ, ძალა, ეს რო იტყვიან, მფარველობა სამყაროსგან. თქვენს სულიერ
სიმშვიდესთან და თქვენს სულიერ მდგომარეობასთან. ნახეთ, ესე რომ ვთქვათ, სამყარო ყოველთვის განახებთ შესაძლებლობებს. თქვენ უბრალოდ ძალიან კარგად უნდა დააკვირდეთ ამას, იმ მინიშნებებს, რომლებიც გხვდებათ, იმიტომ რომ ტყუილად და უბრალოდ არასოდეს არაფერი არ ხდება თქვენს გარშემო, შეიძლება ესეც ვთქვათ, იმიტომ რომ თქვენ სხვანაირი სული გაქვთ, ხო? ანუ ნახეთ, სხვანაირი სული, ცოტა ესეთი ნათქვამია, მაგრამ აი ადამიანის სული, რომელიც გრძნობს, თუ აფორია ხდება, ხო, ესე იგი რაღაცა ისი არ არის, თუ სიმშვიდეს გრძნობს, ესე იგი პირიქით რაღაცა უფრო კარგისკენ, ანუ ნახეთ, თქვენი სული, შინაგანი მე ყოველთვის გრძნობს ყველაფერს, საფრთხესაც და არასაფრთხესაც, ხო? ამიტომ გეუბნებათ სამყარო, რომ მოდი დაინახე, სხვანაირად დაინახე საკუთარი შინაგანი მე, ანუ ის მე, რომელიც მათ შეიძლება, ნახეთ, არის მომენტი, როდესაც ინტუიცია, ხო? ანუ ჩემი შინაგანი მე, ჩემი სული რაღაცას მეუბნება, მაგრამ მე არ ვაქცევ ყურადღებას, ხო? ეს ზუსტად იმიტომ უნდა დაინახოთ, იმიტომაც უნდა რომ ყველაფერი დაგანახოთ სხვანაირად, რომ აი ის არის თქვენი დამხმარე ფაქტორები, ამიტომ აუცილებლად უნდა მიაქცევთ ყურადღება იმას, რასაც თქვენი შინაგანი მე გეტყვით, იმიტომ რომ ეს თქვენთვის ძალიან კარგ შედეგს მოიტანს ცხოვრებისეულად ყველა ეტაპზე, ხო? ანუ არა აქვს მნიშვნელობა, ეს პირადი იქნება თუ ფინანსური სიტუაცია. მე-3 ვარიანტი, ვინც აერჩიეთ, ნახოთ ის გირჩი, თქვენ რისთვის განახებთ. თქვენ იმიტომ განახებთ ამას, რომ დაგანახოთ ანუ თქვენ სიზმრები, იმიტომ გესიზმრებათ, რომ დაინახოთ თქვენი ძალა, თქვენი სულის ძალა, თქვენი შესაძლებლობები, ესე რომ ვთქვათ, შეიძლება ითქვას, ხო? შეიძლება სიზმარში ვიღაცას ესეთ არის ის რომ ვთქვათ, რაღაცა არის ამით რომელიღაცა სფეროს წარმომადგენელი, ხო? ამიტომ სხვა საერთოდ სხვა სფეროში მუშაობდეს. ან ნახეთ, ის სიზმარში გაჩვენებთ სამყარო, რომ შენ შეიძლება ხარ ახლა ამ წუთას მოდით ესე ვთქვათ, პირობითად ადვოკატი, მაგრამ რეალურად უნდა იყო მხატვარი. ხო, ანუ რაღაცა შენ შეიძლება ხარ ბუღალტერი, მაგრამ უნდა იყო მუსიკოსი, ხო? აი რაღაც ეს არის ის ნახეთ, დაგანახოთ ის ძალა, რაში მდგომარეობს თქვენი ძალა რეალურად. აი ამის დანახება უნდა. სამყარო. აი აქ ამ ძალით ზუსტად ის მომენტია, რომ სამყარო გეხმარებათ, მიგიყვანოთ იმ ადამიანებთან, იმ მდგომარეობასთან, რომელიც თქვენთვის არის როგორ ვთქვათ, თქვენი სულისთვის, თქვენი ემოციისთვის, თქვენი ანუ ბედნიერებისთვის, ხო, ესე რომ ვთქვათ. უბრალოდ მიეცით სამყაროს იმის საშუალება, რომ მიგიყვანოთ აი მაგ სიტუაციამდე, ხო? ეხლა შეიძლება ვთქვათ, ადვოკატი ვარ და რა დროს ჩემი მხატვრობაა, ხო? მაგრამ მიეცით თქვენს სამყაროს იმის საშუალება, რომ მიგიყვანოთ, ნახეთ, ეცადეთ, დახატეთ, თუნდაც სახლისთვის დახატეთ, თუნდაც ანუ ვის რა მომენტი აქვს, ხო? აი რაც მოგივათ, აი ეს სულიერად, რაც მოგივათ ემოციურად და რაც ხვდებით, რომ აი ეს რაღაცა გავსებთ, ხო? ვიღაცისთვის შეიძლება უბრალოდ აი გაგეცინებათ და სეირნობა იყოს, ხო? აი მე ამ სეირნობაში ვიღებ რაღაცა ძალიან დიდ სულიერ სიმშვიდეს, ხო? და ზუსტად ეგ არის ჩემი ძალა. აი ჩემი ძალა არის იმაში, რომ მე ვსეირნობ. ხო, ცოტა უცნაურია, მაგრამ ნახეთ, მე როცა ვსეირნობ, იქ ვივსები სამყაროს ესე ვთქვათ, ენერგიებით. იქ შეიძლება პატარა ცუქოს დაეხმაროთ, იქ პატარა ფისოებს დაეხმაროთ, იქ ადამიანს დაეხმაროთ, ხო? და ნახეთ, ზუსტად ეს არის თქვენი ის მომენტი, თქვენი შეიძლება მისიის მომენტიც, ხო, რაღაცა დახმარების ხელი გაუწოდეთ ადამიანებს და ზუსტად მაგას გაჩვენებთ, ესე ვთქვათ, თქვენი სიზმრებით, რომ
თქვენს სულს აქვს ძალიან დიდი ძალა და მომეცი საშუალება რომ მიგიყვანო იმ მდგომარეობამდე. ან უბრალოდ სეირნობის დროს შეიძლება გაიცნოთ ისეთი ადამიანი, რომელიც დაგეხმარებათ და კიდევ უფრო რაღაცა თქვენი სულის ადამიანი იქნება, ხო? ან შეიძლება ვიღაცისთვის პარტნიორი იქცეს, შეიძლება ვიღაცისთვის სამსახურის მომენტი იყოს, შეიძლება ვიღაცის, ანუ მიყევით, აი მიეცით საშუალება სამყაროს, რომ მიგიყვანოთ იქ იმ ბედნიერებამდე, იმ სიხარულამდე, რომელიც თქვენთვის აქვს მომზადებული, ხო? დაინახეთ თქვენი ძალა, დაინახეთ თქვენს თავში აი რწმენის მომენტი გქონდეთ საკუთარი თავის, რომ მე შემიძლია, მე შევძლებ, ხო? აი ეს რაღაც ესეთი მომენტი აქვს სიზმარს. თქვენთან და მეოთხე ვარიანტი, ვინც გასაღები აირჩია, ვნახოთ აბა თქვენ რა უნდა რას განახებთ სამყარო. აჰა. კარგით. იცით რა არის, ნახეთ, სამყარო უნდათ რომ სიზმარი რატო გესიზმრებათ? იმიტომ გესიზმრებათ, რომ თქვენი მდგომარეობა შეიძლება ითქვას არ არის ნამდვილი რეალობა, თქვათ ეხლა რაღაცა სიტუაციის მდგომარეობაში ხართ, ხო, არ არის ეს მდგომარეობა, რომელშიც უნდა იყოთ. აქ შესაძლებელია იყოს რაღაცა თვალის მდგომარეობა, აქ შეიძლება იყოს რაღაცა ვიღაცის რაღაცა ნამოქმედარი მდგომარეობა, ხო? ნახეთ რა მომენტი არის აქ სიზმარი გაჩვენებთ, შეიძლება ძალიან ქაოტური სიზმრები გქონდეთ, ხო, აი რაღაცა შინაარსობრივად რომ ვერ გამოიტანოთ, რაღაცა სიტუაცია იყოს ისეთი, რომ საერთოდ უცნობი ადამიანები იყვნენ თქვენს გარშემო, ხო? აი ამ სიზმრებით უნდა სამყაროს რომ განახოთ ამ სიზმრებს, რომ თქვენ სიტუაციებში, რომელშიც ხართ, თქვათ, პრობლემურ სიტუაციაში, თქვათ, პირად ურთიერთობასთან მიმართებაში, თქვათ, ფინანსებთან მიმართებაში, თქვათ, სულიერად რაღაცა ემოციური მომენტებში, ხო? ეს არის ხელოვნური სიტუაციები, ეს არ არის თქვენი ნამდვილი მდგომარეობა, ესე რომ ვთქვათ. ძალა. შესაძლებელია აქ იყოს განსაკუთრებით, ესე ვთქვათ, სასიყვარულო სიტუაციებთან მიმართებაში მდგომარეობა, ხო? როდესაც თითქოს ყველაფერი რიგზეა, მაგრამ არც არაფერი არ არის, თითქოს ერთად ვართ, მაგრამ ერთად არ ვართ, ხო? არის ეს მომენტი. ან უბრალოდ ყველა მცდელობა ურთიერთობის დალაგების არ არის კარგ გამოდის, ხო? აქ გჭირდებათ, აი ნახეთ, აი ამ სიტუაციებიდან გამოსვლის მდგომარეობა არის თქვენთვის ძალა სიყვარულის. ეს არის, როდესაც თქვენ გვერდით უნდა გყავდეთ თქვენი სწორი ადამიანი, ნამდვილი ადამიანი და თუ კი რამე არასწორი ხდება თქვენს გარშემო, აი ეს სიყვარულის ძალა მოახერხებს იმას, რომ მოგაშოროთ, დაანგრიოს, ხო? აი მაგალითად ნახეთ, თუ კი თქვენ გეყოლებათ გვერდზე ისეთი ადამიანი, რომელთანაც სულიერი, ემოციური, ფიზიკური, ყველანაირ გრძნობაზე კარგად ხართ, ხო? თითქოს ერთიანი ხართ შესაბამისად, ის ყოველთვის დაგეხმარებათ იმაში, რომ რაც არ უნდა ნეგატივი იყოს, რაც არ უნდა თვალი იყოს, რაც არ უნდა მდგომარეობა შეგექმნათ, მაინც თქვენს გვერდით იყოს და გამოგიყვანოთ მდგომარეობიდან, ხო? როდის რა საჭიროება იქნება. აი იქ არის ზუსტად ის მომენტი, როდესაც ძალა, რომელიც გჭირდებათ ამ ყველაფერთან, ეს არის ძალა სიყვარულის, ურთიერთობის. აი სულიერი სიახლოვის, არა ის, რომ უბრალოდ ფიზიკურად ვინმე გყავდეთ, არა, აი უბრალოდ ის ადამიანი, რომელიც იქნება თქვენს გვერდით, უნდა იყოს ზედმეტად, არ ვიცი, ერთი სულისები, ხო, რაღაც
ერთიანობაში შეკრული ადამიანები და მერე უკვე ყველაფერი დაგილაგდებათ. აი იმიტომაც გესიზმრებათ სიზმრები, რომ გჭირდებათ გვერდზე სწორი ადამიანი. მე არ ვიცი ხა ზოგ შებას ყავს კიდევაც პარტნიორი, მაგრამ კარგად დაუკვირდით. არის კი ეს ის ადამიანი, არის კი ეს ის სულიერი მეგობარი, რომელიც ძალიან ნებისმიერ დროს თქვენს გვერდით შეიძლება იყოს, ნებისმიერ სიტუაციაში შეგიძლიათ დაეყოვნოთ, ნებისმიერ მდგომარეობაში შეიძლება რომ თვალდახუჭული ენდოთ, ხო? ამას კარგად დააკვირდით, იმიტომ რომ სიზმრები გაჩვენებთ, რომ თქვენ გჭირდებათ ესეთი ადამიანი გვერდით. შეიძლება ეს პარტნიორი არ იყოს და უბრალოდ მეგობარი იყოს, ხო? მაგრამ ყოველ შემთხვევაში ესეთი ადამიანი აუცილებლად გჭირდებათ გვერდით იმისთვის, რომ თქვენ ცხოვრება ცოტა სხვანაირი გახდეს. შეიძლება ითქვას, რომ ძალიან ბევრს დებთ ურთიერთობებში, მეგობრებში, ოჯახის წევრებში და თქვენ ნაკლებად იღებთ, ხო? ამიტომ სამყარო გაეუბნებათ, რომ იპოვე ესეთი ადამიანი შენს გვერდით, შეიძლება ითქვას, რომელიც გამოასწორებს ამ მდგომარეობას შენს ცხოვრებაში, ხო? ნებისმიერ მდგომარეობას, აი საყრდენი წერტილი გჭირდებათ, ესე რომ ვთქვათ, ოღონდ აქ უკვე ადამიანის სახით, არა შინაგანი მეს მომენტი, არა მე არა, ანუ გარედან გჭირდებათ დახმარება და გარედან გჭირდებათ თანადგომა და ესე ვთქვათ, სწორი პიროვნება გვერდით. მოკლედ აი ესე გამოვიდა სიზმრები, რატო გესიზმრებათ სიზმრები, რა ვიცი, ვიღაცის შეიძლება თან საინტერესო ინფორმაცია იყოს, მე დააკვირდეთ რა სიზმრები გაქვთ და კიდევ უფრო მარტივად და უფრო დაკვირვებით უფრო დაინახოთ ნათლად რისი თქმა სურს სამყაროს თქვენთვის. მე რა თქმა უნდა ბედნიერებას გისურვებთ თითოეულ თქვენთაგან და სწორ ადამიანებს გვერდით დროებით.